ბატონი ვატოს პარტია არის, რომელიც აქტიურად ლობირებს ამ ნეიტრალიტეტს და სინამდვილეში ნეიტრალიტეტის გამოცხადებაზე მარტივი არაფერი არ არის. ერთხელ გამოცხადებულიც კი გვაქვს, ბატონმა წამყვანმა ახსენა შესავალ სიტყვაში, უბრალოდ ნეიტრალიტეტს შინაარსი რო კონდეს, მისი დაცვა უნდა შეგეძლოს. ნეიტრალიტეტის დაცვის ორი გზა არსებობს, მე რაც ვიცი, თუ სხვა არის თქვენს მითხარით. ერთი არის რომ შეგეძლოს ის ძალით დაიცვა შენით და ამას ჭირდება მილიტარიზაციის ის დონე, რომელიც თქვენგან არ მომისმენია, არ ვიცი თუ პროგრამაში გაქვთ. ამ ხრივაც ყველაზე მილიტარისტული უცნაური შეიძლება მოგეჩვენოს, მაგრამ ჩვენ ყოფილვართ, როდესაც იარაღის ტარების უფლებას ვითხოვდით ადამიანებისთვის და მთლიანი შიდა პროდუქტის ეკონომიკის 5% გვინდოდა თავდაცვაზე დაგვეხარჯა. მეორე არის რომ რით შეგიძლია დაიცვა შენი ნეიტრალიტეტი არის რომ შენ ისეთი გარშემო ისეთი პარტნიორები ან სტრატეგიული პარტნიორები ან ვიღაც ხალხი ყავს ისეთი ქვეყნები რომლებიც შენს ნეიტრალიტეტში ინტერესს ხედავენ და ასე ვთქვათ ფარად გიდგებიან. ამ მიმართულებითაც ვინ შეიძლება იყოს, ვინც შეიძლება იყოს იმას ან ვანძღავთ, ხოლო ეხლა რუსეთი იყოსო ჩვენი ნეიტრალიტეტის გარანტიაო, მგონი ამას არავინ არ იტყვის. მაინტერესებს თუ ჩვენ არ შეგვიძლია დღეის მოცემულობით ძალით დავიცვათ ჩვენი ნეიტრალიტეტი და ისე ვიქცევით საგარეო მიმართულებით, რომ ვინც კი შეიძლება და ჩვენი ნეიტრალიტეტის გარანტი ყოფილიყო, იმასთანაც ურთიერთობას ვიფუჭებთ, რაღა დარჩა. მაშინ გამოდის რომ შმუზინგის იდეა იმედად ყოფილვართ და მაგით გინდათ საქართველოს ნეიტრალიტეტის გამყარება. გასაგები. ეხლა რაც შეეხება ნეიტრალიტეტს. ნეიტრალიტეტი არ ნიშნავს კაპიტულაციას და თავდაცვის უნარიანობაზე უარის თქვას. პირიქით, ჩვენ ძალიან მალე გვექნება პარტიის პროგრამის პრეზენტაცია, სადაც დეტალურად იქნება წარმოდგენილი ჩვენი ხედვა, როგორ უყურებთ ჩვენი თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებას. ამიტომ რაც შეიძლება მეტი მოკავშირე უნდა შევიძინოთ. ჩვენი ბუნებრივი ფუნქციას გვაკარგინებს ის, რომ რომელიღაც ერთ ბანაკში აღმოჩნდებით, განსაკუთრებით ჩვენთვის სახიფათოა აღმოჩნდეთ იმ ბანაკში, რომელიც ომშია რუსეთთან. ომში როა რუსეთთან ის ბანაკი ამას ხო არ უარყოფთ. ხო, უბრალოდ ვერ უარყოფთ, არა? ის ბანაკი, საიდაც თქვენ ყველას, ვინც ევროკავშირის მომხრეები ხართ, გინდათ რომ წავიდეს ქვეყანა, ომშია რუსეთთან. ამ ბანაკში აღმოჩენა ჩვენ გვაკარგინებს ბუნებრივ ფუნქციას. ჩვენი ბუნებრივი ფუნქცია არის დაკავშირებადობაში. ამაში დაინტერესებულია ისეთი დიდი და მძლავრი მოთამაშე, როგორიც არის ჩინეთი, რომელთანაც გვაქვს ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება. როგორც სწორად მივხვდი, შმუზინგით აპირებთ საქართველოს ნეიტრალიტეტის დაცვას, იმიტომ რომ თუ გინდა რომ ქვეყანაში ბევრი ინვესტიცია ჩამოვიდეს და აქ ბიზნესი აყვავდეს და კონდეს მშვიდობა. რა არის იმაზე უფრო მეტი გარანტი ამის რომ შენ მართლა შეგეძლო შენი თავის დაცვა ან პირადად შენ ან შენი მეგობრების დახმარებით და თუ იცი რომ შენი ნეიტრალიტეტი უბრალოდ იმაზე ვიღაცების კეთილნებაზე დგას შენი მეზობლებს იქ ბიზნეს არავინ ჩამოიტანს ტყუილია. ერმან ერთი მინდა კითხო შვეიცარიას რა ჯარი ყავდა ხო არ მეტყვი? შვეიცარიის თითოეული სოფელი არის აუღებელი ციხესიმაგრე. თვითონ შეუძლია ბატონებო ძალიან ჯარი ყავდა მაგარი ჯარი ყავს. ძალიან გთხოვთ პატივიեցით მაყურებელს და მიუყვეთ წესებს დებატობითი ჯარი. ბატონ გოგა ძალიან დებატობითი. თავდაცვის უნარიანობაზე ძალიან გთხოვთ ბატონო 10000-მდე ახალგაზრდა დასწრილი ყავს ჯარიდან. ბატონო იმიტომ რომ ჯარში ის უნდა მიდიოდეს ვისაც წასვლა უნდა და ძალით ჯარისკაცი არ ადამიანებს ძალით ჯარისკაცი უარი ეთქვა და სექტაში გაწევრიანებული. ბატონო ნებაყოფლობითი ხალხი გამოყენებული ჯარი რომ შვეიცარიას მაგით არიან კარგად.